ჩვენ რომ მივიდეთ აქამდე ჯერ ცოტათი ოდნა უნდა დავბრუნდეთ უკან და ვისაუბროთ. მოითნახოთ, ეხლა ეს კონფლიქტი დაიწყო 22 წლის 24 თებერვალს. გაცხადებული მიზნები რუსეთის იყო ძალიან მარტივი და ძალიან გასაგები მთელი მსოფლიოსთვის. რას მოითხოვდნენ ისინი? მოითხოვდნენ უკრაინის ნატოში არ მიღებას, მოითხოვდნენ ნატოს დაბრუნებას 97 წლის საზღვრებზე. და მოითხოვდნენ, ასე ვთქვათ, იმას, რომ რუსეთი დაბრუნებულიყო თავისი გავლენებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არსებობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში. ხა დღევანდელი გადასახედიდან რო შევხედოთ, აი რამ მიგვიყვანა ელრიადამდე. დღევანდელი გადასახედი რო შევხედოთ, არც ერთი ეს მიზანი ფაქტიურად არ შესრულებულა. აი ახლა თუ შეიძლება ეს ძალიან საინტერესო რაზეც თქვენ გადახება ეს განვარტოთ. თავისი გავლენები ისევ აღედგინაო. აი რა იგულისხმება კონკრეტულად გავლენების იმაში, რომ აი ჩვენ მონებივით უნდა ულოკოთ ფეხებზე. ანუ ხო გესმით, ჩვენთან არის ხოლმე მცდარი წარმოდგენა და მე მინდა რომ ეს იყოს ძალიან ნათლად ნათქვამი. რა იგულისხმება გავლენაში? ყველაფერი რთული არის ძალიან მარტივი. საუბარი არის ეკონომიკაზე, საუბარი არის ფულზე, აი გავლენები აბსოლუტურად და რა იმაზე შენ ლაპარაკე რუსულად რაღაც გახდი რუსი, იმიტომ ჩვენთან არის ეს დამოკიდებულება და ეს არის აბსოლუტურად სხვა თემა. არც რუსებს არ აწუხებთ ის პრობლემები, რომ ასე ვთქვათ, გინა თუ არა გარუსტი შენ და იყავი. ბოდიში და რუსულად ნათქვამია, ძენ გინა ბოჭკვა, ეს მომენტია, სხვა დანარჩენი არაფერი. თუმცა ვერც ამას ვერ აღწევენ და დამერწმუნეთ ვერც მიაღწევენ. დიახ. ხლა ამოსავალი წერტილი რა ხდება ჩვენს თავს? რატომ ვერიადამდე რატომ მივედით? რატომ დაიწყო ეს ომი რეალურად რუსეთმა? მივალა უცილებლად მაგამდე ძალიან მალე. ომი დაიწყო რესურსებისთვის, მათ შორის დემოგრაფიული რესურსებისთვის. ეცამით რომ წარმოვიდგინოთ ახლა რუსეთის უკრაინელებთან, კი ბატონო, იმიტომ რომ 40 მილიონი ქრისტიანი სლავური წარმოშობის ერთდროშად მათი ასე ვთქვათ შერწყმა რუსეთთან ისქნებოდა დემოგრაფიული აფეთქება რუსეთისთვის. გარდა ამისა მაგალითისთვის ვიტყვი რა, ეხა ის მეტალები, რედკაზიმერნი რო ამბობენ და ასე შემდეგ ის მინერალები. ეს არ არის ვთქვათ ისე თემა, რომ ძალიან მარტივად და უცებ ამოიღო. მას ჭირდება რაც ინვესტიციები და ბევრი ფული ჭირდება და ტექნოლოგიები და შენ რაც რუსეთს არა აქვს, მაგრამ ეს სხვა თემა არის. ამოსავალი წერტილი კიდევ ერთ ძალიან სერიოზული გახლავთ ენერგეტიკა, ატომური ელექტროსადგურები, მაგალითად ზაპოროჟიის ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში არის უდიდესი. და საერთოდ მთლიანად ღირებულება ენერგეტიკის, ენერგეტული სექტორის უკრაინის ცოტა არ არის, თითქმის 100 მილიარდი დოლარია. იმიტომაც იცხოვს ამერიკის შეერთებული შტატები რა. კი ბატონო. ეხლა რომ შევხედოთ ძალიან მარტივად რა ხდება ელ-რიადში, ასე ვთქვათ. რასაკვირველია ის ბურუსი, რომელსაც ჩვენ გვახვევენ თავს და გვაჩვენებენ, არ არის საჭირო, რომ ადამიანებმა ყველაფერი იცოდნენ, იმიტომ რომ კულუარებში ისეთი რაღაცები წყდება, რომელიც ფაქტიურად შემდგომში გავლენას იქონიებს საერთოდ მთელი მსოფლიოს მომავალ 50-100 წელიწადზე. დღეს რასაც ჩვენ უყურებთ, ეს არის ფაქტიურად რევოლუცია, ახალი წესრიგი მყარდება. ეს ტრამპის მოსვლა, მარტო ტრამპი კი არ მოვიდა ამერიკის ელიტის გარკვეული ნაწილი, ოლიგარქატი, რომელსაც აქვს კვეთრად გაწერილი გეგმა და მომავალი, ვთქვათ, დანახული ისე, როგორც ხედავენ თვითონ. ეხლა რა ჭირდება ამას? ამას ჭირდება ის, რომ ტრამპმა შეასრულოს ის, რაც მან უნდა შეასრულოს.